მოგესალმებით, დღეს ვაგრძელებთ ქალურ არქეტიპებზე საუბარს ზღაპრებში. დღეს განვიხილავთ ისეთ არქეტიპს, რომელსაც ქვია პირველქმნილი ქალის არქეტიპი და არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არის მატარებელი ღრმა ქალური სულისა, რომელსაც ხშირად კარგავენ ქალები ამ ინსტინქტურ სულთან კავშირს და გამომდინარე აქედან ცხოვრობენ უფრო ნახევრად, ვიდრე მთელი სასიცოცხლო არსით. და ცხადია ვერ იღებენ სრული განვითარების შესაძლებლობას, როცა ქალი მოწყვეტილია თავის, ასე ვთქვათ, საკუთარ წყაროსთან და ათასწლეულების მანძილზე ისე მიმდინარეობდა ქალების ცხოვრება, გამომდინარე სოციალური რეალობისაგან, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, რომ ხშირად ითრგუნებოდა მათი ბუნება და მათი, ასე ვთქვათ, ბუნების კავშირი ამ თავის სასიცოცხლო საფუძველთან, ანუ არქეტიპულ საწყისებთან. პირველქმნილი ქალი ყველა ქალზე ჯანსაღია. მის გარეშე ქალის ფსიქოლოგია აზრს კარგავს. ესაა ერთგვარი ველური ქალურობის პროტოტიპი, ანუ საწყისისეული პირველად ის არ არის დამოკიდებული კულტუროლოგიურ თუ საზოგადოებრივი მოწყობის ფაქტორებზე. იცვლება მისი ციკლები, მისი სიმბოლოები და განხორციელებები, მაგრამ უცვლელი არის ის, რომ ქალი არის ამ შემთხვევაში ის, რაც არის რეალურად სინამდვილეში და ის ინარჩუნებს თავის მთლიანობას. ის არის ფესვის სიმბოლო, რომელიც ინსტინქტების მასაზრდოებელია მასში. ეს ველური პირველქმნილი ქალი, როგორც არქეტიპი, შეუდარებელია და მიუწვდომელია, ასე ვთქვათ, იმ ძალებისათვის, რომელსაც შეუძლია, რომ ვთქვათ, ზიანი მიაყენონ მას. არქეტიპი არის მოვლენა, რომელიც არსებობს ყველგან და ამავე დროს არის უხილავი. ქალი ატარებს თავის თავში ამ სიცოცხლის სინათლის ენერგიას და ეს სიცოცხლის სინათლე არის ჩადებული არა მხოლოდ მის გულსა და თვალებში, არამედ აი პირდაპირ მის კვერცხუჯრედშია ჩადებული ეს როგორც საწყისი და საფუძველი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ასევე იმის შესახებ, რომ არის გარკვეული სახის ხაფანგებიც, რომელიც ასევე ჩადებულია ქალის ცხოვრებაში და მას შეუძლია სერიოზული ზიანი მოუტანოს ქალს. ანუ ქალის არსებაში თითქოს კიდე სხვა არსებები არიან, რაღაცა შინაგანი, რომლებიც იმდენად გუგუნებენ, რომ დაუფიქრებლად შეუძლიათ, რომ წაიყვანონ ქალი თვითგანადგურებისაკენ და მათ რა თქმა უნდა მიეცეთ გარკვეული ადგილი, მაგრამ არსებობს უბრალოდ აქვს თავისი ადგილი, მაგრამ არსებობს ერთი ყველაზე უფრო მზაკვარი და ყველაზე ძლიერი დევნილი სულისა, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და საჭიროა, რომ მას ლაგამი მოედოს, აღვირი მოედოს და რაღაცნაირად მოხდეს მისი განეიტრალება. სულში არსებობს ესეთი თანდაყოლილი ასპექტი, რომელიც მომართულია ადამიანის ბუნების წინააღმდეგ და ეწინააღმდეგება ის იმ დადების საწყის, რომელიც ქალში არის. ეწინააღმდეგება მის განვითარებას, ჰარმონიას და მისი მიზანი თითქოს არის ის, რომ ნებისმიერი გზაჯვარედინი ჩიხად აქციოს და რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოაჩინოს ქალი. აი სწორედ ამ თემებზე ძალიან კარგად არის საუბარი ზღაპარში, რომელსაც ქვია ლურჯი წვერი და ახლა შემოგთავაზებთ ამ ლურჯი წვერის შინაარსს. ლურჯი წვერი ქვია მამაკაცს, რომელიც არის ესე იგი შუახნის ასაკზე უფრო მეტის, ესე რა თქმა უნდა ძალიან უცნაურია, ხო, ლურჯი წვერი როგორც მოვლენა,
და რა მანში რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინოს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რამდენად არის ჯანსაღი და ახლოს არის რაღაც ნორმალურ სურათ ხატთან მამაკაცისა. მას აქვს სურვილი, რომ იქორწინოს ერთდროულად სამ დაზე და ზღაპარში ნაჩვენებია, ესე იგი წარმოჩენილია სამი და თავის მათი დედით, ის ცდილობს მათ მოხიბლას, რაღაცა საუკეთესო ცხენებით მივა მათთან, რომელიც რაღაც ლენტებით არის რაღაც გაფორმებული და გალამაზებული და შესთავაზებს გასეირნებას ტყეში თითოეულ სამ ცხენზე შეცვალოს და გაასეირნებს ძალიან სასიამოვნოდ გაატარებინებს დროს და შემდეგ რაღაცა ძალიან დიდი ხის ქვეშ გაჩერდება და იქ უყვება რაღაც საინტერესო ამბებს, რომელიც სასიამოვნო მოსასმენია ქალებისთვის და უმასპინძლება საკვებით. და გოგონები, რომლებიც თავიდანვე ამ უცნაურობას, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოდ იღებენ მის ლურჯ წვერს, რაღაცნაირად კეთილად განეწყობიან მომენტალურად მის მიმართ და ამბობენ, რომ იქნებ არ არის არანაირი პრობლემა მათში და არც თუ ისე ცუდია ეს ადამიანი. მაგრამ სახლში როცა დაბრუნდებიან და შესაძლებლობა აქვს, რომ ერთმანეთში ილაპარაკონ და გაანალიზონ ეს სიტუაცია, ეს ორი უფროსი და რაც უარყოფით აზრს გამოიტანენ მასზე და ასე არ იქცევა და ასეთი აზრი არ აქვს უმცროსი და უფრო კეთილგანწყობილი არის ლურჯი წვერის მიმართ, ის ფიქრობს, რომ ეს წვერი არც თუ ისე ლურჯია, უფრო ხედავს მასში იმ დადებითვისებებს, როგორადაც მან თავი გამოავლინა მათ წინაშე და ამბობს, რომ შეიძლება ეს ძალიან კარგი ზრდილი მამაკაცია და არ აუშავს, მე რა მოხდა, რომ ეს ლურჯი წვერი აქვს და ესე იგი კეთილი განწყობა აქვს მის მიმართ. რითაც ისარგებლებს ლურჯი წვერი, შესთავაზებს მას, რომ გაყვეს ის მას ცოლად, ამაზე მიიღებს თანხმობას და მოკლედ ისინი იქორწინდებიან და გადადიან საცხოვრებელად სასახლეში, რომელიც ტყის სიღრმეში დგას. აქვე დედის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ დედაც საკმაოდ ინფანტილური არის და ისიც კარგად ჩაერთვება აი ამ პროცესში, ამ სეირნობისას და ვერანაირ საშიშროებას ამ ლურჯ წვერში ის ვერ ხედავს. ერთხელ ლურჯი წვერი მიდის თავის ახალგაზრდა ცოლთან და ეუბნება, რომ ის აპირებს წასვლას და დატოვებას სასახლისას გარკვეული დროით და აძლევს გასაღებების ასხმას და ეუბნება, რომ მას შეუძლია მოიწვიოს თავისი დები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ვინც გაეხარდება და მოკლედ მთელი სასახლე მათ განკარგულებაში იქნება, მოსამსახურეები, რა თქმა უნდა, დამზარეულები შეასრულებენ იმას, რასაც ის უბრძანებს, შეუძლია გამართოს წვეულება ნადიმი და ესე იგი ძალიან სასიამოვნოდ გაატარონ დრო და აი ეს გასაღებების მეშვეობით მას საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერ ოთახში შევიდე, ნებისმიერ ზარდახშია გახსნან, რაც მათთვის საინტერესო იქნება, ყველაფერი დაათვალიერონ. ოღონდ ეუბნება, რომ აი ეს პატარა გასაღები, რომელიც არის ამ გასაღების ასხმაზე, არ გამოიყენოს, მხოლოდ ერთი ოთახი არ გააღოს, რომელსაც ეს პატარა გასაღები აღებს და მოკლედ ასე დატოვებს ამ თავის ცოლს. ის რა თქმა უნდა შეატყობინებს ამის შესახებ თავის დებს, ყველანი მოდიან დიდი სიხარულით და საკმაოდ დიდი ცნობისმოყვარეობით შედიან ყველა ოთახში, ხსნიან ყველა ზარდახშას, ნახულობენ მთელ განძეულობას და სიმდიდრეს, რაც ამ მამაკაცს გააჩნია თავის სასახლეში და შემდეგ ჩადიან სარდაფშიც და სარდაფშიც კორიდორის ბოლოს არის ის ოთახი, რომელსაც სწორედ ეს პატარა გასაღები ააღებს. გააღებენ ამ ოთახსაც, ცნობისმოყვარეობას ძლევს მათ და ესე იგი ვერ ექვემდებარებიან იმ აკრძალვას, რომ ეს არ ნახონ, მოგეხსენებათ ხშირად რაც არის აკრძალული, ის უფრო მეტი ინტერესის საგანი ხდება ხოლმე და მოკლედ გახსნიან ამ ოთახს. გააღებენ ამ ოთახს და რაღაც საშინელი სურათი გადაიშლება მათ თვალწინ. არის ამ ოთახში სისხლის გუბეები, გვამებია, ესე იგი თავის ქალები არის ვაშლები ჩაწიკწიკებული თაროებზე და მოგვედ შეძრწუნდებიან შიშისაგან და აი მიხურავენ ამ კარებს უცბად და გამორბიან იქიდან დაკეტავენ და მაგრამ ხდება ის რომ ესე იგი ამ გასაღებს ზის სისხლი. მოკლედ ვერაფრით ვერ აჩერებენ ამ სისხლის დენას გასაღებიდან და
ეს გოგონა წმენს მას და ყველა შესაძლო საშუალებებს იყენებს, რომ რაღაცნაირად მოაშოროს ეს სისხლი, მაგრამ ეს არ ჩერდება. ამიტომ ბოლოს თავის კარადაში ზედა თაროზე შემოდებს ამ გასაღებს და გონია რომ ასე დამალავს ამას და საკმაოდ მალე მოდის მისი ქმარის, აი მოულოდნელად გამოცხადდება და ითხოვს ის ამ გასაღებებს რომ უკან ჩააბაროს და რა თქმა უნდა აღმოაჩენს რომ ეს ერთი გასაღები აკლია, ეკითხება სად არის ეს გასაღები, დაუკარგე ატყუებს გოგონა, მაგრამ რეალურად ეს რა თქმა უნდა ის ამას ვერ ამოატყუებს, აღმოაჩენს გასაღებს ამ თაროზე, რო გამოაღებს კარადას, ესე იგი მთლიანად, ესე იგი სისხლი არის ესე იგი გაჟღენთილი ყველაფერი, მისი თეთრი კაბები, მისი ყველა სამოსელი და მოკლედ გაავებული და გაშმაგებული სტაცებს ხელს ამ გოგონას და მიყავს დასასჯელად რა და როდესაც დაბლა ჩაყავს გოგონა ეხვეწება რომ იქნებ დატოვოს, იქნებ 15-10 წუთი მაინც მისცეს რაღაცნაირად რომ მოემზადოს ამ რაღაც პროცესისათვის, რომელიც მას აქვს ჩაფიქრებული და გოგონა მარიცის რას აპირებს ის და მოკლედ ამ გამჭრიახობას იჩენს და ის უშვებს ამ რაღაცა მოკლე ხანით არბის ის გოგონა თავის დებთან ეუბნება მათ თავის მისი განსასწრების შესახებ და ეუბნება სად არიან ძმები ავიდნენ კოშკში და გახედონ რომ აი მალე უნდა მოსულიყვნენ მისი ძმები და ხوار მოდიან ხوار ჩანან უკვე ჰორიზონტზე და ისინი გახედავენ და ხედავენ რომ ძმები მომოდიან და მოკლედ გაავებული ამორბის ეს ლურჯი წვერი ამ ნაჯახით ხელში და გოგონა მეყავს არდაფისაკენ ამ დროს შემოვარდებიან მისი ძმები რომლებიც აი გაათრევენ გარეთ ამ ლურჯ წვერს და აკუწავენ მოკლედ ამ ხმლებით და მოუღებენ ბოლოს მას. ეს საოცარი ამბავი ხდება, ძალიან დიდი განსაცდელი და დიდი შიში და მთელი უბედურება, რასაც ეს გოგონა და მისი დები გადაიტანენ. ეხლა უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ მომენტს, თითოეულ მოვლენას ამ ზღაპარში. რომ ცოტა უფრო სიღრმეებში შევიდეთ ამ ზღაპრისა. ზღაპარი ლურჯ წვერზე გვიამბობს დამპყრობელზე, იმ ბნელ პიროვნებაზე, რომელიც ცხოვრობს ნებისმიერი ქალის სულში. ეს არის შინაგანი მტაცებელი სიმბოლო. ის კონკრეტული და ესეთი უცილობელი ძალაა, რომელიც აუცილებელია რომ გახსოვდეს და რომელიც აუცილებელია რომ მოთვინიერდეს ადამიანის არსებაში. და ამისათვის ეს რომ განხორციელდეს, ქალი უნდა იყოს შეიარაღებული თავისი ინსტინქტების უნარებით, ინსტინქტური უნარებით. მას უნდა ქონდეს შორსჭრეტელობა, ინტუიცია, ალღო, מחვილის სმენა, გამძლეობა, დიდი სიყვარულის უნარი და ესე იგი ზრუნვა საკუთარ შემოქმედებით ცეცხლზე, რომ ეს მასში არ ჩაქრეს. ესე იგი ეს ღრმად დაფარული კომპლექსია ქალში, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში არსებობს და თითქოს ის ელის ისეთ შემთხვევებს, რომელშიც შეუძლია რომ გამოვლინდეს. ლურჯი წვერის ძალა ძნელად ჩასაწვდომი არის, რადგან ის არის თანდაყოლილი და იმთავითვე ახასიათებს თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე და მას არ აქვს ცნობიერი წყარო. აქ არის მინიშნება იმაზე, თუ ესე იგი როგორ ვითარდება ქალის ბუნება მის ქვეცნობიერში. თავად ლურჯი წვერი ეს არის შეუმდგარი ჯადოქარის სიმბოლო. ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის мотиваციას. ეს არის თითქოს სურვილი რომ აღემატოს მიუწვდომელს, აღემატოს ესეთი გაეტოლოს შეუცნობელს და ის ხედავს, მართავს
სამყაროს ამ ბუნების იდუმალი ძალებით, ალბათ მიხვდით, რომ შემოქმედზეა საუბარი და ის განაგებს სამყაროს და მართავს აი ცხოვრების ყველა სფეროებით და მათ შორის სიკვდილით და ასე ვთქვათ, ადამიანის ბუნების კანონებით. მითებში და ზღაპრებში აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ დაირღვეს, შეიცვალოს რაღაცა მოქმედების ჩვეულის სახე იწვევს სასჯელს. ან შესაძლებლობათა შეზღუდვა, როდესაც ამას ადგილი აქვს, ახდენს სასწაულებს. მაგალითად, მოწაფეს ეკრძალება, რომ თავისი საქმით დაკავდეს ამის შემდეგ, თუ მარამე დაარღვია, ან და მოგვეხსენებათ ასევე ღვთისმსაჯელი, როცა მისი სამეფოდან იდევნება ადამიანი და მარტოობისკენ იწირება. ან მადლს კარგავს და ესე იგი ამ ჭრილობების შედეგად, რომელსაც აი ამ დარღვევების, კანონების დარღვევების შედეგად განხორციელებს, დგება სიკვდილი. ზღაპარში წამოწეულია კიდევ უფრო ესეთი სხვა პრობლემა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს არის თითქოს პრობლემა ამ სინათლის, აი ამ ქალში, გოგონაში, ამ სინათლის განმტკიცებისა. ის ასე ვთქვათ, მისი გამანადგურებელი ძალა სავსე არის სიძულვილით და სწორია მასშივე არსებული სინათლის განადგურება. ესე თითქოს შინაგანი ჭიდილის შესახებ არის საუბარი და ამ თვალსაზრისით ზღაპარში ზღაპრის დასაწყისში ჩვენ ხედავთ მრისხანე არსებას მისი გამოუსყიდავი ასპექტით და მოკლედ ის ცდილობს, რომ აი თავის თავში არსებული ბოროტება სრულად განახორციელოს. და ჩვენ გვეძლევა ინფორმაცია, რომ არსებობენ ესეთი მტაცებლები და ასეთი ცოდნის გარეშე ქალი ვერ შეძლებს თავისუფლად ისეირნოს საკუთარ ტყეში, ისე რომ არ ეშინოდეს მას განადგურებისა. ლურჯი წვერი ეს არის გამოსტილი მონადირე და ალბათ იგრძნობს, რომ უმცროსი და მისით დაინტერესდა და თითქოს მას თავად სურს, აქედან გამომდინარე, რომ იქცეს მსხვერპლად. და ის ხელს თხოვს მას და ასე ვთქვათ, ისიც თანხდება, აქედან გამომდინარე, რომ ძალიან ესეთი ბედნიერებით სავსეა, სექსუალური ცნობის მოყვარეობა გააჩნია და ასევე გულუბრყვილობა, რაც ეხმარება, რომ ეს თანხმობა განაცხადოს და გადადგას ნაბიჯი. ფაქტიურად ეს არის გულუბრყვილო ქალის სურათხატი, რომელიც წარმოადგენს მსხვერპლს. უმცროსი და განასახიერებს სულის შემოქმედებით პოტენციალს. რაც უახლოვდება მშფოთვარე დროს, აი მშფოთვარე დრო მოახლოვდება მასთან და მის წინაშე რაღაცა გზა არის, რომელსაც იგი შეუდგება და რეალურად უნებლიეთ ის დათანხმდება, რომ გახდეს აი ამ ბოროტ მოქმედის ნადავლი. რადგან მისი ინსტინქტები რეალურად აღმოაჩენინებდა ამ საშიშროებებს და სხვა გზისკენ წაიყვანდა, მაგრამ ის იმდენად არასრულყოფილი და არასრულფასოვანია, რომ ამ ინსტინქტებისკენ არ მიდის და მას არ უჯერებს. ესე იგი ამგვარი მცდელობა, ასეთი მცდარი ხშირად მსჯელობა, რომ ყველაფერი კარგად არის და გადასარევად შეიძლება წარიმართოს, ტიპიურია ახალგაზრდა ქალებისათვის, რომლის სასიგნალო სისტემა ჯერ კიდევ განვითარებული არ არის. და გულუბრყვილოდ მიდის საშიშროებებისკენ შესახვედრად და ისმის, რა თქმა უნდა, ასეთი კითხვა, რომ შეიძლება ამ ყველაფრის თავიდან არიდება
ახალგაზრდა გოგონა სამყაროს ვარდისფრად აღიქვავს, თან თუ ჯიუტიც არის და თავნებაც არის, იოლად შეიძლება რომ შეცდეს და გადადგას ესეთი ერთგვარად საბედისწერო ნაბიჯი თავისი ბედნიერების წინააღმდეგ. და ხშირად არის რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები, როდესაც ქალი ავლენს სრულ მინდობას, მერე ხშირად აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომელიც ამ ძიმეა და ძალიან ძვირი უჯდება მას და ეს შეიძლება ხანგრძლივადაც გრძელდებოდეს მისი ტანჯვითი მდგომარეობაში ყოფნა. ასე რომ გოგონას დები უფრო მეტ ცოდნას ავლენენ, უფრო მეტად არიან დაკავშირებული თავის ასე ვთქვათ სააზროვნო სისტემასთან, უფრო კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია და ესე იგი მათი დედაც კი ინფანტილურია და ყველა შეთავაზებას ლურჯი წვერისას ძალიან მარტივად თან ხდება. აი შელამაზება პიროვნებისა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, არის სწორედ ხაფანგში აღმომჩენი ქალისათვის. მაგრამ ეს თანდაკოვრყოლილი მტაცებელი, რომელიც საკუთარ თავში ყავს თითოეულ ქალს, მასთან ერთად ტანდემში, აი ასეთ მოქმედებებს ირჩევს და იწყება უკვე ტყუილში ცხოვრება. მტაცებელმა მას დედოფალივით ცხოვრება აღუთქვა და სინამდვილეში კი მისი მოკლა ჰქონდა ჩაფიქრებული. აქედან არსებობს გამოსავალი და ამისათვის საჭიროა გასაღების ქონა. გასაღები, რა თქმა უნდა, ცოდნაშია და იმაში, რომ ყველაფერი კარგად გამოარკვიოს ადამიანმა. ეს პატარა გასაღები ეხმარება საიდუმლოს წდომაში ქალს, რომელიც ყველა ქალმა იცის და არც იცის. ეს გასაღების სიმბოლოა ყველაზე დაფარული ცოდნისა, ყველაზე ბნელი საიდუმლოებებისა, რომელიც აქვს სულს მოცემულ შემთხვევაში იმისა, რაც ასუსტებს და ღუპავს ქალურ პოტენციალს დაუფიქრებლობის გამო. ესე იგი, ლურჯი წვერი ეუბნება მას, რომ გააკეთე ის, რაც შენ გაგეხარდება, აბსოლუტურად თავისუფალი ხარ. და ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საცდურია მისთვის, რომ ეს ყველაფერი მის ხელშია და სინამდვილეში კი არანაირად არ არის თავისუფალი, არამედ პროვოცირებულია ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც მერე მისი სასიკვდილო განაჩენის ასე ტოლფასი ხდება. გულუბრყვილო ქალი უდრტვინველად ეთანხმება, რომ იყოს აი ამ უმეცრებაში და იულია რა თქმა უნდა მისი ცდუნება თუპი შეპირდებიან მას სრულ დაცვას, მარადიულ სიყვარულს, საოცარ თავგადასავლებს და ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობებს. ლურჯი წვერი უგზალავს თავის ახალგაზრდა ცოლს მხოლოდ ერთადერთ აი ამ პატარა გასაღების გამოყენებას, რაც უმალ მოიყვანდა მას აზრზე. აი ეს აკრძალვა გასაღების გამოყენებისა ცნობიერი წვდომისა საკუთარ არსთან აშიშვლებს მის ინტუიციურ ბუნებას, მის ბუნებრივ ინსტინქტურ ცნობის მოყვარეობას და ეს აძლევს საშუალებას, რომ აღმოაჩინოს ის, რაც დაფარულია იმის მიღმა, რაც მოჩანს. ასეთი ცოდნის გარეშე ქალს ვერ ექნება სათანადო დაცვა. ლურჯი წვერის ბრძანებათა შესრულება და გასაღების არ გამოყენება იქნებოდა სულის საბოლოო სიკვდილის არჩევანის ტოლფასი და კარის გაღება და საშინელი საიდუმლოს გაგება კი სწორედ არის არჩევანი სიცოცხლისაკენ. უფროსი დები ცნობის მოყვარეები არიან და პატარა გასაღების გამოყენებით ავლენენ სწორ სასიცოცხლო იმპულსებს ცოდნისაკენ, ქალური ინტუიცია, წინათგზნობა, ემსახურება ანალიზს და სრულყოფილად ეკონტაქტებიან შინაგან ხმას და არ ყვევენ იმას, თუ რა იმალება ამ ოთახში. ზღაპარში კარებიც ასევე ამ ოთახის კარებიც სიმბოლო არის სულიერი ბარიერისა. ის თითქოს დარაჯია, რომელიც საიდუმლოს იცავს.
და საჭიროა კითხვის დასმა. ესე იგი ეს მთავარია ამ ზღაპარში. ანალიზის გაკეთება და პიროვნების განვითარებისათვის მთავარია ესეთი საკვანძო კითხვები დაისვას, რაც იწვევს ცნობიერების ზრდას. სწორად უნდა დაისვას კითხვები, რომელიც შეიძლება იყოს ასეთი: რა იმალება იმის მიღმა, რაც ხილულია, რა არის წყარო იმ ჩრდილისა, რომელიც კედელზე გაიელვებს. საქმრო რეალურად წარმოდგენილია ესეთი მხეცის სახით, რომელიც პირდაპირ განიზრახავს მის დაღუპვას და მოკლას და ესე იგი ვიდრე ყმაწვილი ქალი ცდილობს მტაცებელის ბრძანებების შესრულებას, თან ხდება, რომ იყოს უმეცრებაში და ეს რა თქმა უნდა დიდხანს ასე ვერ გაძლებს ამ მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში ყველაფერს ფარდა ეხდება და ქალი ცდილობს დაემალოს გამანადგურებელ ცხოვრებისეულ ქარიშხლებს, მაგრამ აი გასაღებიდან სისხლდენაც გრძელდება მანამდე, ვიდრე ქალი მტაცებელში აი ამ მტაცებელს სურათღაც არ შეიცნობს და არ მოიცნობს და არ მოიგერიებს აი მის წნეხს. როდესაც ქალი ხსნის კარებს თავისი ცხოვრებისა, აღმოაჩენს მის სიღრმეში აი ამ გვამების მთას, რო იტყვიან და ესე იგი მას ესმის, რომ თავისი მიზნები და თავისი ასე ვთქვათ ოცნებები რეალურად ნადგურდებოდა ამ ლურჯი წვერის მიერ. ის ნახულობს ამ უსიცოცხლო ასე ვთქვათ აზრებს, გზნობებს და სურვილებს, ოდესღაც ნათელი და იმედის მომცემი რომ იყო და ახლა კი დასისხლიანებულია, ძალაწართმეულია და ადვილი მისახვედრია, რომ შეგვიძლია ვიყო დარწმუნებული, რომ ბუნებით მტაცებელი, რომელიც სიზმრებში ხშირად იღებს მხეცი საქმროს სახეს, მუშაობს მეთოდურად და ანადგურებს ადამიანის ძვირფას სურვილებს, წარმოდგენებს და იმედებს. და მხეცი საქმრო ზღაპრებში ეს გავრცელებული მოტივია, როგორც ბოროტების სიმბოლო, რომელიც არის სიკეთით შენიღბული. ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ იმაზეც, რომ ეს გულუბრყვილო პიროვნება, რა თქმა უნდა, ეს უმცროსი და შინაგანად კი გრძნობს, რომ რაღაცა საქმე წესრიგში ვერ არის ამ რაღაცა ლურჯი წვერისა და მისი უცნობრობების გამო, მაგრამ რატომღაც ამას აღაზრს ვერ იჯერებს და უფრო მიყვება თავის ცნობის მოყარეობას. ქალი კარგავს ამ დროს წვდომას თავის რეალურ საწყისებთან, სასიცოცხლო ასე ვთქვათ ძალებთან, ინსტინქტებთან და მიდის რეალურად დაღუპვისკენ. ეს სისხლი, რომელიც სისხლის წვეთები, სისხლი, რომელიც დის ამ გასაღებს რეალურად ამ ქალის სულის სისხლს წარმოადგენს, რომელიც მის სამოს მთლიანად წითლად ღებავს და აი თეთრ სამოს ასისხლიანებს. ეს სამოსი არის სიმბოლო ნიღბისა, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ, რომელიც სამყაროს თავს უჩვენებენ უფრო საუკეთესო მხრიდან, კარგი მხრიდან და ერთგვარად ფასადურია ეს სამოსი. როდესაც სისხლიანი ცრემლებით მოტირალია გასაღები, ჩვენ უკვე ვეღარ ვალავთ საკუთარ ტანჯვებს და შეგვიძლია ვილაპარაკოთ უკვე რაც მოგვინდება და გამოვავლინოთ ფასადი მანათობელი ღიმილით, მაგრამ როდესაც ხედავ შეწრწუნებულ სინამდვილეს რაც ხდება იმ ოთახში, რაც მკვლელობა
არის მომხდარი, მეტი უკვე აღარ შეუძლია ადამიანს რომ ითვალთმაგწოს და უბრალოდ ის ავლენს უკვე საკუთარ სრულყოფილ რეაქციებს და ეს ყველაფერი რისი გადატანაც უწევს პირდაპირ გლეჯს ადამიანის არტერიებს და აუცილებელია რომ შევეცადოთ ამ საშინელი მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას. ამგვარად ამ ზღაპარში გასაღები ისევე მოქმედებს, როგორც სისხლის მატარებელი თავის თავში. ნებისმიერი ნებისმიერმა ადამიანმა სწორი კითხვების დასმით შეიძლება ამოხსნას ის ამოცანა, რომელსაც ცხოვრება სხვადასხვა სიტუაციაში მის წინაშე აყენებს. ეს კითხვები ასეთია, რა იმალება იმის მიღმა, რაც თვალსაჩინოა, რა არის ისეთი, რა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს და როგორცაც წარმოაჩენს თავის თავს. რა ვიცი ისეთი, რასაც ვამჯობინებდი, რომ არ მცოდნოდა და ჩემი პიროვნების რა ნაწილია მოკლული ამ შემთხვევაში ან წევს სასიკვდილო სარეცელზე. ნებისმიერი მათგანი და ყველა ერთად ეს კითხვები არის რეალურად გასაღები. სულის მომაკვდინებელი ასპექტი არის ნაწილი სამუშაოსი, რომელსაც სჭირდება გათვალისწინება, რომ თქვათ, აქეთ არ წავიყვანოთ ჩვენ და აუცილებლად ვიფიქროთ ამ სულის გადარჩენაზე და საკუთარი თავის გადარჩენაზე და აი ამ საგნიდან მომდინარე სისხლი აიძულებს სულს, რომ რაღაცნაირად გამოერკვეს და დადგეს სწორ გზაზე, სწორი არჩევანი გააკეთოს. ამ ზღაპარში სული ცდილობს, რომ სიკვდილს გადაურჩეს, თაკარგა რა, ესე იგი ეს რაღაცა გულუბრყვილობა ხდება და მიამიტობა ხდება უფრო გონიერი, უფრო ჭკვიანი, ითხოვს დროს იმისათვის, რომ გამოერკვეს და აზრზე მოვიდეს და რეალურად მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლისათვის და აქ ესე იგი ხდება ის, რომ ის უხმობს თავის ძმებს, ასე ვთქვათ, და ეს ძმები სიმბოლო არის ქალში არსებული მამაკაცური საწყისი, რომელიც უფრო ძლიერია და გადამწყვეტი მოქმედებების, ასე ვთქვათ, განხორციელებელია და როდესაც აი ამ უკიდურეს მდგომარეობაში არის, მისი კივილი აღწევს ცას, შეიძლება ასე ითქვას სიმბოლურად და ის სწორედ მაშინ, როდესაც გადარჩენის საკითხები ასე თვალნათლივ დგება მის წინაშე, ის მოიპოვებს ძალებს თავის თავში არსებულ რესურსებს, რომ გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ საფრთხეს და გადარჩეს. აი ეს მინდოდა მე თქვა ამ ქალური არქეტიპის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ზღაპარში ლურჯი წვერი, რომელიც ძალიან ბევრ სიღრმეებს შეიცავს და ძალიან კარგად შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რაზე უნდა გააკეთოს აქცენტები, როგორ უნდა დაუგდოს ყური თავის თავს და არ მოიხიბლოს იმ საცდურებით, რომელიც როგორც ხაფანგები არის დაგებული მისი ცხოვრების გზაზე.